ახლა ისე რომ არ გამოვიდეს ძალიან ცინიკურად, სადაც სხვაგან რო ხდებოდეს ეს ყველაფერი, მხოლოდ იუმორით შევხედავდეთ ამ ბოდვას, მაგრამ ეს ეხება ჩვენ ქვეყანას და ეს არის უზარმაზარი შარი. ანუ ის კურსი რა კურსიც აიღო, ნაბიჯ ქვეყანას, არა იმედს ამ შემთხვევაში ან პოზიტივის ცალკე აღებულს, არამედ მთლიან ქვეყანას უზარმაზარი საფრთხის წინაშე აყენებს და ეს მოწოდებები, რაც ესე უტიფრად გააკეთა ამ ივანიშვილის პრემიერმა, ამ პოლიტიკურმა არარაობამ, რომ კერძომაც უნდა ქნას ეს და ასევე მოწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბანკების მიმართ. ანუ მე არ პროგნოზს არ ვაკეთებ, არ მაქვს საფუძველი პროგნოზების, თუმცა იმედი მაქვს, რომ ბანკები არ დაემორჩილებიან ამ მითითებებს, იმიტომ რომ ამ მითითების დამორჩილება ქმნის რისკს, რომ ისინი გახდნენ სამიზნე. და ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევა. რაც შეეხება ყველას, ანუ მთავრობას, შეძლებულ ადამიანებს, მაგრამ კიდევ უფრო საშუალებას და გაჭირვებულებს, ხა საბანკო ანგარიში რო არ აგაქვს, რო არ აქვს ადამიანს ისეთსაც. ანუ ამ კაცმა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა არარაობებმა ქვეყანა აი ამ დანაღმულ ველზე შეიყვანეს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მაქვს პროგნოზის რაც ხვალ დიდი ნაღმი აფეთქება ზეგ თუ მასზეგ. ეს აშკარაა და ამიტომ ყოველთვის სარგებლობ ხოლმე მეც. საშუალებით რომ იმ ადამიანებს მიმართო, ვისაც ასეთი კრიტიკული აზრი არ აქვს ამ რეჟიმის მიმართ, როგორც მე მაქვს და პოლიტიკურ ოპონენტებს უფრო მეტიც ან მხარს უჭერენ, ან ეგუებიან, ან რაღაც გამართლებებს უპოვიან ხოლმე, რომ ანუ რა არგუმენტიც არ უნდა მოიყვანონ. აი ეს ვითარება, სადაც საქართველოს რომელიც სხვადასხვა მიზეზებით და ქართული საზოგადოების ჯამში დამსახურებით იყო ჩვენ რეგიონში გამორჩეული პარტნიორი. თავისუფალი სამყაროსი, მათ შორის ფინანსური სამყაროსი და რომლითაც ჩვენ ყველანი სარგებლობით არასაკმარისად და ბანკები ზოგადად ყოველთვის სამიზნე არიან თავდასხმის, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ მდიდარ სამყაროსგან მოწყვეტით ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევის შანსი არის 0. და ჩვენ ყველას გვინდოდა, რომ უფრო ბევრად უკეთ უნდა გვესარგებლა ამ ყველაფრით. მაგრამ აი ამ ვითარებამდე როგორ მივიდა ქვეყანა? როგორ მივიდა და მივიდა ამ კაცის და მისი პოლიტიკური არარაობების და პოლიტიკური მონების მიერ საკუთარი მისი ძალაუფლების და აქედან მათი ძალაუფლების და ფულის შენარჩუნების გამო ქვეყნის ინტერესების ღალატის გზაზე დადგომით. ეს არის აი ეს გზამიდის მანტრა. ხა ისე ყველა შეგვიძლია ამ კოლაში შეგვიძლია ახსენეთ ხო იქ მათი პროპაგანდისტი მაღლაფერიძე რო იძახის რომ არაფერი არ არისო. ჯერ თავიდან სხვა ფაზა ქონათ რომ არანაირი სანქციები არ იქნება. ბატონი კალაძე იყო და ესენი რა სანქციები ხალხო. მეორე ფაზა იყო რომ ეს აფს არ ნიშნავს და ეხლა არის ფაზა უკვე რომ ეს არის მტრობა ქვეყნის და აი გვანგრევენ და ნახე რა შვებიან. უონთ აი ამას თვითონ უშევენ თუ ვინმე უნდა დაადანაშაულოს. აი გნებავთ იმედი ჟურნალისტებმა საკუთარი თავის გარდა. არის ეს თავრობა, რომ მაგ მდგომარეობაში არიან. და ყველა ბიზნესმენი, ვინც ახლა ამ წნეხში აღმოჩნდება, ყველა უნდა დაანაშაულოს თავრობა და ყველამ როგორც საქართველოს მოქალაქემ უნდა ეს დასკვნა გამოიტანოს, რომ ამ რეჟიმის ჩამოცილება ძალაუფლებიდან არის აუცილებელი პირობა, რომ ამ დანაღმული ველიდან გამოვიდეთ და ჩვენი სახელმწიფოებრიობა, უსაფრთხოება, ჩვენი შანსი კეთილდღეობის აშენებისა, ყველასი განვრჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა დავიბრუნოთ. იმიტომ რომ ამ პირობებში ეს შანსი არ აქვს. გასაგებია რომ შეიძლება სრული კატასტროფა ხვალ არ მოხდეს და ზეგ არ მოხდეს, მაგრამ ეს გზა მანდ მიდის ყველა ვარიანტში. ხო, რაც არ უნდა ილაპარაკონ, ახლა რა ხრელი დროებითი ხრელიც არ უნდა იპოვონ ამა თუ იმ პროპაგანდისტული სამარცხვინო ინსტრუმენტის დროებით გადასარჩენად. ეს ხო არ ცვლის აი ამ ამბავს, ამ გეზს, საიდანაც მიათრევს ჩვენ ქვეყანას ივანიშვილი და მისი არარაობების გარემოცვა. ეს არის უდაო ფაქტი, რაზეც უნდა ვისაუბროთ. აი მათ შორის ეს ხაზი რო გავაგრძელოთ ამ ეტაპზე სანაპოლიტიკურ ხო და 25 თებერვალს უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ პაპუაშვილის ახლა ეს კი ვნახეთ, მაგრამ მისი განცხადება ვნახე, ახლა სანამ მოვდიოდი, არის თქვენ ნახეთ მისი პოსტი. კი, ნახე, უბრალოდ მე მინდა რომ რადგან ამ თემას უკვე ჩაუყრმავდით და რა ფინანსური, სოციალური, ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოყვეს. ვახსენოთ ის, რომ ის რაც კრიტიკული თვალით არაერთხელ იქნა შეფასებული, რომ ქართული ეკონომიკა ფაქტობრივად ამ ორი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის, ანუ TBC საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურაზე დგას და რესურსებზე, ხო? ეს ერთის მხრივ ამ მხრივ ძალიან ზრდის რისკებს, თუ კი ეროვნული ბანკის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად პოლიტიკური გადაწყვეტილებების მძევლები აღმოჩნდებიან ისინი. ამ მიმართულებით, ამ სიტუაციაში განსაკუთრებით შეიძლება გვენიშნოს, ამოტივტივდეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში განცხადებები პარლამენტში და მთავრობაში, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ბანკის შექმნასთან დაკავშირებით. ადრეც იყო გარკვეული მინიშნებები და როდესაც დასავლეთთან
ესკალაციის სპირალში შესულას თვალს ვადევნებდით, სულ არსებობდა მოლოდინი კიდევ რა არის ის მექანიზმები, რომლის ჩაჭრასაც, ინსტრუმენტები, რომლის ჩაჭრასაც შეეძლება ივანიშვილი იმის რომ ნაკლებად დამოკიდებულად იგრძნოს თავი, ხო? და რუსეთს მაგალითს თუ გავიხსენებთ, ხო, სანამ ომში შევიდოდა პუტინი წლების განმავლობაში აგროვებდა ნავთობ დოლარებს 600 მილიონიანი თუ არ ვცდები თუ მილიარდიანი, 600 მილიარდიანი, ეს ქონდა კეთილდღეობის ფონდი ქონდა შექმნილი უზარმაზარი ბალიში, ასე ვთქვათ. ჩვენ სიამდვილეში ამ მსგავსი არაფერი არ არის. აი, ფიქრობთ, რომ ივანიშვილი და ამ ადამიანების განცხადებების კვალობაზე, იმიტომ რომ არაფერი არ ეტყობათ, რომ რაღაცა მიხვდნენ, რაღაც კედელს დაეჯახდნენ და მოდი ოდნავ მაინც დავაკორექტიროთ, შევარბილოთ ჩვენი ურთიერთობა. უფრო მეტი ესკალაციისკენ მიდიან. აი, ეს ესკალაციის ახალი სპირალი რა შეიძლება იყოს თქვენი აზრით? ხო, ცირა მე იმ ტიპის ფიგურასთან მიმართებაში როგორც ივანიშვილი არის, ზუსტი პროგნოზების გაკეთება უმადლო საქმე არის ნამდვილად. ოღონდ რომც არ მოხდეს ესკალაცია, მე არა გამორიცხავ, როდესაც ესეთ ფაზაში შედის ამ ტიპის ლიდერი და მას ქვემოთ ყავენ არაპოლიტიკური ფიგურები, არამედ პოლიტიკური არარაობები. ნებისმიერი რამე შეიძლება მოხდეს სრულიად არაადეკვატური, მათ შორის საბოლჯამში მისთვისაც პერსონალურად, მაგრამ ამასობაში ქვეყნისთვის. მაგრამ აი თქვა, რომც ესკალაციაზე არ წავიდნენ თქვენ სახელმწიფო ბანკი ახსენეთ, მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ განსაკუთრებით ჩვენთან ქვეყანაში არა ესეთ ექსტრემალურ დაპირისპირების კონტექსტში კი არა, ისედაც სახელმწიფო ბანკი შექმნა რაღაცა ექსპორტის წასახალისებლად ეკონომიკური მავნებლობა, ანუ ჩარევა თავისუფალ ბაზარში და პირიქით საზიანოა და აზიანებს ეკონომიკას, ეს იდეები ადრეც არსებობდა ხოლმე. მე არ გამორიცხავ, რომ ეხლა ეს მართლაც უკავშირდებოდეს აი ამ განცდას, რომ რაღაცა როგორც თვითონ ძახიან დამოუკიდებლები გავხდეთ. ოღონდ ნულოვანი შანსია მაგზით დაკომპენსირების იმ ზარალის, რასაც ქვეყანას ისინი აყენებენ. ახლოსაც ვერ მივა. თქვენ რუსეთს მაგალითად მოიყვანეთ, რუსეთის შემთხვევაშიც ფასი, რომელსაც რუსეთი იხდის, უზარმაზარია ფიზიკური მსხვერპლის გარდა ეკონომიკური. ხო, ეხლა ის რომ ჯერ არ ჩამოქცეულა, ამით არ უნდა მიმჯილოთ, მაგრამ შედარება სრულიად არაადეკვატურია, იმიტომ რუსეთი არის ბოროტების სავანე დღეს ხო მსოფლიოში, მაგრამ არის უზარმაზარი ქვეყანა, უზარმაზარი რესურსებით, ანუ ექსპორტზე ორიენტირებული ამ ნავთობი და ეხლა აი ბოლომდე ცდილობენ რომ ჩაუკეტონ, მაგრამ უზარმაზარი მანევრი ქონდა და ისიც რა თქმა უნდა მე მიკერძოებული ვარ, მაგრამ მგონია რომ ვერ გადარჩება ამ დაპირისპირებაში. მაგრამ ხო, ანუ დიდი არის და ამის აწევა შეუულია. ჩვენ შემთხვევაში ეს გამორიცხულია, არანაირი ნაბიჯები, რომელიც დააკომპენსირებს ღია დაპირისპირებას თავისუფალი სამყაროს, გაერთიანებული სამეფოს, ევროპის, შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, ანუ თავისუფალი სამყაროს, მდიდარი თავისუფალი სამყაროს ფინანსურ ინსტიტუტებთან დაპირისპირებისა, ამის დაკომპენსირების რესურსი არ არსებობს. და ეს გადაწყდება მთელ საქართველოს და კატასტროფული შედეგები მოყვება მას თუ ეს ბოლომდე მივიდა. ოღონდ მეორე ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მთლიანად ივანიშვილს, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობა აქვთ იმ ადამიანებს, ვინც თუნდაც ფინანსურ სექტორში ამას გაყვება ბოლომდე. ხო, ამიტომ მე ისე როგორც მოქალაქე ამ ქვეყნის იმედს გამოვთქვა, რომ ეს ასე არ მოხდება. აქ ფარცხალის მაგალითი მოყავდა, რა თქმა უნდა, ეგეც სიმბოლურია, რომ ადამიანი, ვინც ამათივე ვერსიით შეკვეთილ მკვლელობაშია ბრალდებული, როგორც ორგანიზებული დანაშაულის ლიდერი, იყო ის, ვის გამოც შეცვალეს კანონმდებლობა. და მოუგვარეს პრობლემა. ოღონდ იქ ხვრელი ქონდათ უფრო მარტივი, ხო? ანუ მოქალაქეობა, რომელიც ადრევე უნდა წაერთმიათ მისთვის კანონმდებლობით, როცა მან ცალმხრივად რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მერე ჩამოართვეს და რახან ეს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის ვრცელდება, ბანკებს, ანუ თქვათ, უთხრეს, რომ აი არ გექნება დისკომფორტი. მაგრამ მაშინაც საუბრობთ, რომ ეს ხო დროებითი ამბავია, მაშინაც ეს კურსი იყო ხო აღებული. ეხლა ეგ ვერ მოხდება. ეგეთი ხვრელები არ არსებობს. ტექნიკურადაც ვერ მოხდება, იმიტომ რომ ერთი ინდივიდუალური პირის კონკრეტული ფინანსური რესურსის გატანაზე. ვერანაირად, მაგრამ აი სიმბოლურად უნდა ვთქვათ ხატოვნად აი მოქალაქეებს რომ მიმართოთ, ხო, უნდა უთხრათ, რომ აი ვისაც ეს რეჟიმი დღეს აბრალებს შეკვეთილ მკვლელობებს და ჯოჯოხეთს, აი მისი სახელით გაკეთებული რეგულაცია ეს და დასავლეთს ბრალსდებდა იმაში, რომ ის არა არგუმენტირებული გაკეთებდა. ამოიღეს კიდევაც არქივიდან. იგივე შინაარსის ბრალდებები. მისი დაცვა ივანიშვილის ხოდა პერსონალურად როგორც აი პოლიტიკური ოჯახის და პერსონალური ოჯახის წევრის ისე. ანუ აი ამას, ვისაც დღევანდელი ხელისუფლება თავად აბრალებს შეკვეთილ მკვლელობას, ამას ეწირება ჩვენი მომავალი, ჩვენი შანსი ეკონომიკური კეთილდღეობის, ჩვენი შანსი რომ ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, ამას აკეთებს ეს რეჟიმი. ამიტომ მე ვერ ისე შეიძლება გამოვიდეს რომ გავეკეცით თქვენ კითხვას რომ რამე პროგნოზი გავაკეთო რა ტიპის და რა ხარისხის ესკალაცია იქნება ხა სიტყვები ერთია საქმე არ ვიცით რას გადაგამენ ოღონდ აქ ასე ვთქვათ სავარაუდო არის ანუ
კიდე უფრო დააჩქარებენ ქვეყნის საფრთხის წინაშე დაყენებას უფრო მეტისგან გრევას, თუ ამ ჩვეულ რიტმში გააგრძელებენ, ეგ არ ვიცი. ოღონდ არსებითად ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის არაფერს არ ცulis. ანუ თუ დგეხარ იმ გზაზე, სადაც ბოლოს არის უფსკრული, ხო, ნუ შეიძლება ძალიან ჩქარა გაირბინო და მე გადაიჭეხო. ანუ შეიძლება 7 ნაბიჯითია რომ, მაგრამ მაინც გადაჭეხვისკენ მიდიხარ. ეს არის ეს რეჟიმი.